თავდაცვის მინისტრს ბათო ქუთელიას საშემოხსნელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩუ ახალაია ცვლის კანონის თანახმად თავდაცვის მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრი გამოსცემს, თუმცა ახალაიას დანიშვნის ბრძანებულებისთვის პრემიერს ხელი ჯერ არ მოუწერია. თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათო ქუთელია მინისტრის მოვალეობას 5 დეკემბრიდან მას შემდეგ ასრულებდა, რაც საკადრო ცვლილებები გამოცხადდა. მინისტრი გეზერაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა, ის დავით სიხარულიძემ ჩაანაცვლა. ქართული მხარე დაინტერესებულია საქართველოს ტერიტორიაზე ეუთოს მისიის მუშაობის გაგრძელება. შამის თაობაზე დღეს განცხადებები გააკეთეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა. როგორც ბრიშა მომაღრიშა, საქართველოში ეუთოს მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებათა პროცესი მიმდინარეობს. ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები საქართველოში თებერვლის შუა რიცხვებამდე იქნებიან, ამის შესახებ კი არსებობს მანდატი. რაც შეეხება თავად მისიის გაგრძელებას, ბრიშა იმედს გამოთქვამს, რომ გავლილი იქნება ყველა საჭირო პროცედურა. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, საქართველოს დაინტერესებულია ეუთოს საქმიანობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთიისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონებში და საქართველოს ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მანდატი გაგრძელდეს. რაც შეეხება რუსეთს, მისი თქმით, რუსეთი დაინტერესებული არ არის, რომ ეუთო კონფლიქტურ ზონებში იმყოფებოდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პოზიციის შეცვლა ერთობლივი ძალის ხმებით მოხდება. როგორც ბრიშამბომ განაცხადა, ეუთოს მისია საქართველოს რთულ პირობებში საკმაოდ კარგად მუშაობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ადამიანის ღირსების დაცვას და დემოკრატიის განვითარებას. დღესვე ეუთომ დაგმო გორის რაიონში ეუთოს დამკვირვებლებისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტით. საქართველოს დაინტერესებულია ეუთოს ოფნაში საქართველოს ტერიტორიაზე, მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და ცხინვალში. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ეუთოს მისიის მანდატი იყოს გაგრძელებული. სამწუხაროდ, რუსეთი არ არის დაინტერესებული არც ეუთოს როლში ევროპაში უშიშროების საფრთხეების და დემოკრატიის სამტკიცებაში და არ არის დაინტერესებული, რა თქმა უნდა, იმაში, რომ ეუთო იყოს წარმოდგენილი კონკრეტულ ზონებში. მაგრამ ერთობლივი მცდელობის რუსეთის გადავარსმუნოთ და მათი ეზრი შევცვალოთ, იმიტომ რომ ობიექტური საერთაშორისო დამკვირვებლები კონფლიქტურ ზონაში არიან უშიშროების გარანტები. გასაგები არის დაიჭერნარებს ესაში მიერ არის მოწყობილი და მიერ არის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ რუსეთს კიდევ აქვს ილუზიები, რომ ამ მარიონეტული მთავრობის ფორმირებას აკონტროლებს. აი, ფორმირებები, როგორც აღნიშნულ განახვა, ამ ფორმირებები, როგორც ჩამოყალიბებულები არის და მათ არაფერი არ უნდა დაცვის ყველობის და კანონის დარღვევის გარდა. ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები საქართველოში თებერვლის შუა რიცხვებამდე იქნებიან, ამის შესახებ არსებობს მანდატი. რაც შეეხება თავად მისიის გაგრძელებას, იმედს გამოთქვა, რომ გავლილი იქნება ყველა პროცედურა, რომელიც ამისთვის არის საჭირო. რაც შეეხება გუშინ გორის რაიონის სოფელ ხვიჩში ეუთოს დამკვირვებლების მანქანისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტს, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალადობით ფაქტი, რომელიც მიუღებელია. გაგრძელდება მუშაობა, რათა გამოვლინდეს ამ ფაქტების მიზეზები. აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ოფიციალურ დასკვნას 20 დეკემბრამდე დადოს. მანამდე კი კომისიის წევრები პარლამენტში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარის თქმით, დასკვნა არა მხოლოდ აგვისტოს წლს, არამედ საქართველოში მარტიდან განვითარებულ მოვლენებს და მათ ანალიზს მოიცავს. გაკეთება რეკომენდაციები და მე ქრონოლოგია იქნება 7 აგვისტოს მოვლენების და საბოლოოდ იქნება დასკვნის სახით თუ რა მოხდა 7 აგვისტოზე, რატომ იყო საქართველოს, რატო გამოიყენა ძალა ამ თუ შემთხვევაში. აი ეს არის ხერხემალისა სისტემა ამ დასკვნის. დაუჩიეს კომისია საბოლოო დასკვნის შემუშავებამდე დეტალურად განიხილავს ხომაზე თანამდებობის პირებისგან მიღებულ ინფორმაციას, ასევე სხვადასხვა უწყებების მიერ მიწოდებულ დოკუმენტურ მასალებს. ხაზმა გოგორიშვილი თვლის, რომ კომისიის საბოლოო დასკვნაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს აგვისტოს ომის დროს ყველაზე კარგად რომელმა უწყებამ იმუშავა. პასუხისმგებლობის საკითხი ეს ერთია, მაგრამ მეორე არის თვითონ თავისთავად ვინ როგორ ასრულებდა ფუნქციას. აქ არ არის პასუხისმგებლობაში არ იგულისხმება მარტო უარყოფითი მხარე, იმიტომ რომ იყო სტრუქტურები და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად აღნიშნავდნენ თავგადასავლენ კარგად გააკეთა. ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, როგორც უნდა აღინიშნოს კონკრეტული ხარვეტები და კონკრეტული პრობლემები. ქრისტიან დემოკრატების ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ძალაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ ჰაიდ იტალია ვინის მიერ შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ დადებულ დასკვნაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება გაკეთებული, ლევან მებხვაძე თვლის, რომ საგამოძიებო კომისია საქართველოშიც უნდა შეიქმნას. საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს გოკა გაბაშვილი. Dobry პასუხისმგებლობის საკითხის თემა გამდგარი იყო. ეს ადამიანები აქ გენერალურ შტაბში, აქ მთავრობაში პრაქტიკულად აღარ არიან. შესაბამისად ჩვენ
ჩვენი მხრივ დამატებით ხსნით მოთხოვნას დამატებით ადამიანების მოწვევისა კომისიაზე და მზადავართ დასკვნაზე ვიმუშაოთ, ოღონდ ვაღებთ ერთ პირობას, რომელზეც არ ამგონია, რომ წინააღმდეგობა იყოს ხელისუფლების მხრიდან. ეს არის, რომ პარლამენტის კომისიის დასკვნის შემდეგ უკვე თუ გამოიკეთება კონკრეტული თანამდებობის პირების აგვისტოში მოქმედ თანამდებობის პირების სისხლისამართლობრივი პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს პარლამენტში იქნას უკვე საგამოძიებო კომისია და არა დროებით საპარლამენტო კომისია და ამ საგამოძიებო კომისიამ უკვე იმსჯელოს ამ ადამიანების სისხლისამართლობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. საგამოძიებო კომისიის შექმნა მე დაწუნებული ვარ ჩვენო კომისია იმუშავე მოიძიეთ ფაქტები და ფაქტები სურათი რუსეთის აგრესიისთან მთლიანად საგამოძიებო კომისია გააჩნია მაშინ იქაც დასაბუთებული თქვა რა მიმართულებით უნდა მოხდეს გამოძიება ერთ მომენტთან დაკავშირებით როგორც თქვი რომ თქვა ეს მომენტი რომ საკუთრებით მაშინ და იტოვა დეინფორმაციის საქართველოს ხელმძღვანელობაში ამაზე თუ თქვა ჩაატარეს მოკვლევას პროკურატურა მაუნა მისცეს ამას კვალიფიკაცია და აღსაქმე არაღლას ესეთი დანარჩენი რა ვიცი დაველოდოთ ფაქტებს საერთოდ არის ფაქტები დადოს ვიცით ის აფხოლამდე მუშაობს ეხლანდელი მანდატით ნებისმიერი მოქმედება რომელიც საჭირო იქნება შესაძლოა ჩვენ უკეთ გავერტოთ მოხარ მოვლენებში არის ადრესული აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნა ჯერ არ დადებულა, თუმცა მას უკვე უნდობლობას უცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიცია. უკავასწრის რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალი კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც ობიექტურად გამოიძიებს აგვისტოს მოვლენებს. absolut ჩამოყალიბებული შემოგვიდებელი არის საქართველოში საქართველოს გარეთ ეს კომისია არის კომპეტენტური, მიღებული ამ მინისტრიის უნებრივია არანაირი ნდობა არ ექნება არ საქართველოს საზოგადოებაში და მით უფრო საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამიტომ არის ერთხადია ხელისუფლების შეცვლის თავი რომ შეიქმნას ახალი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს როგორც აგვისტოს ომის მოვლენებს, ისე გამოიძიებს აი ამ კომისიის მიერ ჩაგვიდნენ სხვადასხვა დარღვევებს, რომელიც ძირითადად დანიშნული დაფარვის ცდილობაში გამოიხატება. კომისიის დღევანდელი მუშა შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. მომდევნო სხდომის გამართვა კვირის ბოლოს იგეგმება. პატა დავითაია მზადაა მისმა კომისიამ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლოს. რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას ხოს დიდი და პატარა ლიახვის ხეობის დევნილება დღეს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვეს. დევნილების თქმით მას შემდეგ რაც ომის